football. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ ამ თამაშში მონაწილეობით. მე ისევ მიყვარს ფეხბურთის თამაში. კორონავირუსის გამო 4 წლის განმავლობაში საერთოდ არ მითამაშია, თუმცა გასული წლიდან აქტიურად დავიწყე ვარჯიში და უკვე 5 მატჩიც კი ვითამაშე, მათ შორის შოთასთან ერთადაც. ყოველთვის ძალიან მენატრება ბურთი და მოედანი. ასეთი თამაშები კარგია, რადგან ძველ თანაგუნდელებს ვნახულობთ და იმ კარგ პერიოდს ვიხსენებთ, როცა ახალგაზრდები ვიყავით. საქართველოში პირველად არ ვარ, თუმცა საქართველოს წინააღმდეგ თამაში პირველად მიწევს. ბარსელონას მაისურით მოედანზე გამოსვლა ყოველთვის განსაკუთრებულ შეგრძნებებს იწვევს. ბარსელონა უკვე წლებია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. მოუთმენლად ველოდებით ხვალინდელ დღეს. ასეთი ხასიათის თამაშების მთავარი მიზანი მოგება და წაგება არ გახლავთ. თუმცა მოედანზე როცა გავდივართ, ყველას გვაწვება ადრენალინი და მაინც მოგება გვინდა. I have visited once. Habernos tratado tan bien desde el primer momento que მინდა ჩემს კოლეგებს დავეთანხმოდა ვთქვა, რომ ჩემთვისაც უდიდესი პატივია აქ ყოფნა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასეთი საოცარი დახვედრისა და მასპინძლობისთვის. იმის გარდა, რომ ფეხბურთს ვთამაშობთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ხალხისა და კულტურების გაცნობა. იმედი მაქვს, რომ ხვალ კარგ თამაშს შემოგთავაზებთ და ყველა დიდ სიამოვნებას მივიღებთ. ვიმედოვნებ, რომ საქართველოში არაერთხელ დავბრუნდებით. და ეს არ იქნება ჩვენი ბოლო სტუმრობა. შევეცდებით, რომ ქართულ მაყურებლებს საუკეთესო მოგონებები ვაჩუქოთ. La gente se vaya con un gran recuerdo nuestro, que eso es lo más importante. რიგში ფეხბურთელებს მადლობა უთხრა დრო გამონახეს და ჩამოვიდნენ სათამაშოდ, რაც ძალიან ბევრს უჭირს ხოლმე, სხვა შორის სეზონის ბოლოა, ყველას თავის გეგმები აქვს, ძალიან ბევრი დაკავებულია თავის კლუბებით და იცით ალბათ ჩემპიონთა ლიგის თამაშები მიყავთ, ტელევიზიებში მუშაობენ, სხვა რაღაც თავისი უამრავი საქმე აქვს, მაგრამ ყოველთვის ეს ერთი დღე ჩანს, რომ აი დაუშვათ შევიკრიბეთ, რაღაცა ვთქვით, რომ პრესკონფერენცია და ასე შემდეგ, მაგრამ მთელი 1 წლის ნაწვალებია და იმედი მაქვს, რომ ხალხი, რომელიც ხვალ მოვა, ძალიან ისიამოვნებს.